ზიამაღლობელი უკვე ერთი თვეა შიმშილობს. ინდისის პატიმარი კლინიკა ვივამედში რჩება. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტს ამ დრომდე სტაციონარული დაკვირვება ჭირდება. ზიამაღლობელთან კლინიკაში მისი ადვოკატია შესული და უახლეს ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისგან გავიგებთ. პარალელურად შიმშილობას განაგრძობს თემურ ქათამაძე, ასევე აქტივისტი ნიკოლოზ ჯავახიშვილი. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უკიდურესი პროტესტის ფორმას მიმართავენ, სულ უფრო იზრდება. დავით კობიძე ჩაგვერთვება უახლესი ინფორმაციით. პირდაპირ ეთერში გისმენ დავით. ნონა ქურდოვანიძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტ ასოციაციის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ დატოვა კლინიკა ვივამედი და მისი ინფორმაციით დღეს დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება ზიამაღლობელი დარჩება ისევ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თუ მისი მოთხოვნის შესაბამისად მას ისევ დააბრუნებენ საპატიმროში. ნონა ქურდოვანიძის თქმით ზიამაღლობელი თავს გრძნობს მხნედ, თუმცა ის ისევ რჩება სუსტად და გამოიყურება ისე როგორც შეეფერება ადამიანს, რომელიც 30 დღეა უწყვეტად შიმშილობს, თუმცა ამის და მიუხედავად მოშიმშილე ჟურნალისტი არ იცვლის პოზიციას, რომ დაბრუნდეს საპატიმროში მიუხედავად მისი მდგომარეობისა. აქამდე ამის რეკომენდაციას მედიკოსები არ წევდნენ, რადგან მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველი წუთი ექიმების მეთვალყურეობის გარეშე შესაძლოა მისი სიცოცხლისთვის აღმოჩენილიყო საფრთხის შემცველი, ამიტომ დღეს ახლა ელოდებიან დამატებითი კვლევების პასუხებს. ჩვენ ზურა ჩხაიძესთანაც ვერ მოვახერხეთ ჯერჯერობით დაკავშირება. მან თქვა, რომ ჩვენთან კომენტარს გააკეთებს მას შემდეგ, რაც კვლევის პასუხები იქნება მისთვის ცნობილი, როგორც მან მედია საშუალების წარმომადგენლებს უთხრა. ამიტომ ახლა დღეს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები და ის თუ რამდენად რეკომენდირებულია, რომ მოშიმშილე ჟურნალისტი ისევ საპატიმროში დაბრუნდეს. მას როგორც უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის შედეგადაც ექიმები გადაწყვეტენ მას ისევ აქ დატოვებენ, თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება. ამასთან ფიზიკურად ის, რა თქმა უნდა, სუსტად არის 30 დღიანი შიმშილობის ფონზე, თუმცა ამბობს, რომ შედარებით უფრო უკეთ არის, ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის წინ იყო, ამიტომ ფიქრობს, რომ შესაძლებელია მისი უკან დაბრუნება. თუმცა კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო ანალიზებზე დაყრდნობით. ამ წუთებში სავარაუდოდ მას ჯერ არ დაუტოვებია საპატიმრო უფლებადამცველი ნიკოლოზ ჯავახიშვილის 20 წლის მოშიმშილე პატიმრის იმყოფება მასთან შესახვედრად და მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ჩვენთვის ცნობილი როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მანამდე როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილის მეგობრები ჩვენთან საუბარში ყვებოდნენ, მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო რთულდება. მან შევახსენებ მაყურებელს, რომ მეორეჯერ განაახლა შიმშილობა ზიამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად და ის არაპირებს, რომ შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა. ბოლო დეტალები ბუნებრივია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გუჯა ავსაჯანიშვილი დატოვებს საპატიმროს. პარალელურად შიმშილობის 25 დღეა თემურ ქათამაძის, ბათუმელი მედროშის, რომელიც ასევე პროტესტის ნიშნად შიმშილობს უკვე უწყვეტად ამდენი დღეა და რამდენიმე დღის წინ ის საკუთარ სასამართლო პროცესზეც კი შეუძლოდ გახდა და მოსამართლემ მისი დასწრების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ისევ პატიმრობაში დაეტოვებინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბუნებრივია ადვოკატის თქმით ისევე სუსტია, როგორც დანარჩენი მოშიმშილე პატიმრების. ბატონი თემური მის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე რჩება დროებით მოთავსების ცენტრში. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია კონკრეტულად როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან რა ინსტრუქციით თუ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ უშუალოდ მოშიმშილე დაკავებული პირის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნებისთვის. ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა თითი დღე მძიმდება. როდამირეკა მითხრა, რომ ძალიან რთული ვითარება არის, ვინაიდან მისი წნევა არის 60-70-ზე, თაბლო ეხება. სადაც გული წაუვა, იმიტომ რომ რამდენჯერმე იყო მისი წინაპირობა და ძალიან ცუდად გრძნობს ახლა თავს.
ჩვენ სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საათში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პარალელურად მზია ამაღლობელი არ ცვლის პოზიციას და მოთხოვნას, რომ სხვა მოშიმშილე პატიმრებმა შეწყვიტონ პროტესტის უკიდურესი ფორმა, რადგან როგორც თავად ამბობს, ის ყველა სახელით შიმშილობს სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ.